ძალიან უცნაური გარემოა. FIFA-ს ეგიდით ტარდება კვლევა ჩემპიონატების გაერთიანების შესახებ. ეს ქვეყნები იქნება სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ბელარუსია თუ მოლდოვა. ყოველთვის ეგ პრობლემა იქნება, რომ გაცილებით ძლიერი გუნდი შეგვხვდება ფინანსურად. უნდა გაკეთდეს რაღაც სახელფასო კონკრეტულად ფეხბურთელებისთვის სახელფასო კალათა. ამ 15 მილიონი ლარიდან ვთვლი, რომ 5 მილიონი ლარი თვითონ დამფუძნებელმა უნდა მოიტანოს. კაცრად უნდა კონტროლდებოდეს ამ ფულის ხარჯვა და კრიტერიუმები. ეს ყველაფერი დიდი ალბათობით ახალი სეზონის დაწყებამდე უნდა ალბათ ახალი სეზონის დაწყებამდე უნდა მოგვართ. თუ არ შეიცვალა არაფერი, ობიექტურად მგონია რომ არ გვეშველება არაფერი. ჩვენი მოთხოვნა არის რომ ჯგუფში შევიდეთ და ამ გამოწვევას პასუხი სათანადოდ უნდა გასცეს ფონდმა. თუ არის რამე ისეთი რასაც შეიძლება ჩაერთოს ფედერაცია. თან ავტორია იმ შედეგისაც, რა შედეგსაც ვღებულობთ. ზუსტად იგივე დაემართა ფეხბურთს, რაც დაემართა საქართველოს შოუ ბიზნესს. ხალხს ვერ მოვიყვანთ, ფაქტია ვერ მოყვავს და რაც არ უნდა გავაკეთოთ, მე არ მჯერა რომ რაღაცა матч-დეი აქტივობა ახლა სასისქს გავყიდით თუ ლუდს გავყიდით, გაავსებს სტადიონს. აქ ყავდა ტაბატაძე და რატო არ ვავსებდით სტადიონს? გასაკეთებთ ამ ხრივ, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს ამ შემთხვევაში მხოლოდ გორში გოლის დილას. სავარაუდოდ შემდეგ წელს ონლაინ მაისურების გაყიდვას შევეცდებით. სულ რაღაცა მიზეზი აქვს, რატო არ ინტერესდებიან კლუბის სპონსორობით და დაფინანსებით. სტადიონზე არავინ არ მოდის, მაშინ რატო უნდა გადავიხადო თუნდაც თვეში 10,000 დოლარი, ხო, ძალიან მარტივია. გამარჯობა, მე ნიკა თევდორაძე ვარ, თქვენ უყურებთ ყვითელ ბარათს. აქ საუბრობთ ხოლმე საქართველოს ჩემპიონატზე, საქართველოს ჩემპიონატში არსებულ პრობლემებზე და შესაძლებლობისდაგვარად ამ პრობლემის მოგვარების გზებზე. რაც ყველაზე მთავარია, ჩემი გადაცემის სტუმრები არიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საქართველოს ჩემპიონატში. აქედან გამომდინარე, დღეს ჩემი სტუმარია გორის დილას აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჯოხაძე. გამარჯობა. მადლობა სტუმრობისთვის. გამარჯობა, დიდ მადლობას მოგახსენებთ ზოგადად ქართული ფეხბურთის მიმართ გამოთქმული ინტერესისთვის. ძალიან კარგია, რომ ესეთი პოდკასტები აქტიურდება საქართველოში და პირადად ჩვენი გუნდით დაინტერესებისთვის და ჩემი მოწვევისთვის. ხო, აი შეხვედრამდეც ამ დავიწყებდი ჩაწერას აღვნიშნე, რომ ჩემი მიზანია მოვიწვიო საქართველოს ჩემპიონატის კლუბების, ესე ვთქვათ, ხელმძღვანელები და თქვენ მეორე ადამიანი ხართ საქართველოს ჩემპიონატიდან აღმასრულებელი დირექტორი, უმაღლესი, ასე ვთქვათ, თანამდებობა გიჭირავთ გორის დილაში და ძალიან სასიამოვნოა და დასაფასებელია და როგორც წინა გადაცემებში ვთქვი, იმედი მაქვს, რომ მაგალითი იქნება თუნდაც თქვენი სტუმრობა სხვა პრეზიდენტებისთვის, დირექტორებისთვის და ასე შემდეგ, იმიტომ რომ თვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ მთავარი ფიგურებისგან მოვისმინოთ არსებული მდგომარეობა, ყველამ ვიცით, რომ თუნდაც ახლა გორის დილა კარგ პოზიციაშია, ასე რომ ვთქვათ, იბრძვით პირველობისთვის, ფინალში ხართ, მაგრამ მაინც ყველას, ასე ვთქვათ, მთავარი მიზანი არის ევროტურნირებზე გასვლა. თქვენ შემთხვევაში ახლა მწვრთნელიც ახალი შეცვლილი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ახალი შეცვლილი ქვია. აი, როდესაც შეცვალეთ მწვრთნელი, რა მიზანი ჰქონდათ, რაზე ჰქონდათ შეთანხმება და ასე ვთქვათ, როგორ მიდის ეს შეთანხმება, თუ შეგიძლიათ რომ ამაზე ვიტყვით. პირველ რიგში გამომდინარე იქიდან, რომ კარგად ვიცნობ ეროვნული ლიგის ყველა ხელმძღვანელს, მგონია რომ ყველა მაქსიმალურად გამჭვირვალეა და თქვენ მოწვევას სიხარულით დაეთანხმებიან, იმიტომ რომ ჩვენთვისაც ძალიან სასიამოვნო ტრიბუნაა, რომ ვისაუბროთ კლუბებში მიმდინარე და ზოგადად ლიგაში მიმდინარე საკითხებზე. რაც შეეხება ჩვენ გუნდს და ჩვენ მიზანს, მოგეხსენებათ შუა სეზონში მიზანის დაგეგმვა ცოტა იშვიათობაა, სეზონის დასაწყისში იგეგმება მიზნები, გამომდინარე იქიდან რა ბიუჯეტი გაქვს და შესაბამისად იმ ბიუჯეტიდან გამომდინარე რა კონტინგენტის ფეხბურთელების და სამწვრთნელო კონტინგენტის მოზიდვა შეგიძლია გუნდში. ჩვენ წლის დასაწყისში ვიმეორებდით წინა წლების მიზნებს, ეს იყო UEFA-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა, ანუ სამეულში მოხვედრა გარანტირებულ შემთხვევაში, ან თუ თასს გაიმარჯვებდა რომელიმე სამეულის გუნდი, მაგ შემთხვევაში მეოთხე ადგილით საკმარისი იყო ევროტურნირებზე გასასვლელად. ამ ბიუჯეტიდან გამომდინარე, ჩვენთვის სხვა მიზანი არ იყო დასახული, იმიტომ რომ ძალიან
კარგი გუნდები არიან ჩემპიონატში, როგორც იბერია თავისი გამორჩეული აკადემიით, ასევე დინამოს წელს ვთვლი, რომ ერთ-ერთი კარგად დაკომპლექტებული გუნდი ყავს ერთმანეთში გადარეული ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელებით. ასევე ტორპედო ძალიან მაღალ ბიუჯეტიანი გუნდია, რომელთანაც ფაქტიურად კონკურენცია ძალიან რთულია. აღარაფერს ვამბობ სამგურალზე, რომელიც ძალიან დიდი დროის განმავლობაში ინვესტირებას აკეთებს მის დამფუძნებელი და ცდილობენ, რომ კონკურენცია გაწიონ და ერთ-ერთი გუნდი იყოს, რომელიც იასპარეზებს ევროტურნირებზე. ქვემოთაც არ მინდა რომ რომელიმე გუნდი გამორჩეს, გაგრადან დაწყებული, თელავით დამთავრებული, ყველა გუნდი ცდილობს, რომ თავისი ხელწერა კონდეს და იმ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის აპრიორი ბათუმის დინამო ერთ-ერთი წლის დასაწყისში ერთ-ერთი კონკურენტად მოიაზრებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან რთულია რაღაცა ჩემპიონობის მიზნის, ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, ჩემპიონობის მიზნის წლის დასაწყისში დაგეგმა. წლის შუაში ფიზიკურად მწვრთნელს მოუწია ქვეყნის დატოვება ოჯახური პრობლემებიდან გამომდინარე. ეს არ იყო თანხაზე დაკავშირებული, არ იყო რაღაც მარტო კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებული. ფიზიკურად რელოკაციას ვერ ახერხებდა მისი ოჯახი, რადგან მისი ორი ბიჭი პორტუს აღსაზრდელები იყვნენ და ახალგაზრდულ პირველ გუნდებში თამაშობდნენ. აქედან გამომდინარე ვერ ტოვებდნენ ქვეყანას, რომ გადმოსულიყვნენ საქართველოში საცხოვრებლად, ისეთ ასაკში იყვნენ და მოუწია შუა გზაზე ჩვენი მიტოვება რიკარდო კოშტას. ამ დროს მოვიყვანეთ ლონგო მწვრთნელად, დიდი დრო არ ჰქონდა არჩევანის გასაკეთებლად, განვიხილავდით რამოდენიმე ვარიანტს და ბოლოს შევაჩერეთ არჩევანი ლონგოზე და ლონგომ დაისახა მიზნად, არა გუნდმა და არა ხელმძღვანელობამ დაუსახა ამოცანა. ამოცანა იყო, რაც რეალურად გუნდს შეეძლო, რომ სამეულისთვის უნდა ებრძოლა. ლონგომ თქვა, რომ მომეცით საშუალება, რომ სუპერთასზე ვიბრძოლო როგორც მნიშვნელოვან ტიტულზე და მე მანდედან გამოვიტან დასკვნას, რა შეუძლია ჩემპიონატში ჩვენს გუნდს. მას შემდეგ, რაც მოვიგეთ სუპერთასი, მან ფეხბურთელებს დაუსახა ამოცანად თასის და ჩემპიონობის მოპოვება. ჯერჯერობით ამ გზიდან ჩამოცილებულები არ ვართ, ამ მარათონიდან ფინალშიც ვართ და ჩემპიონობაზეც ვიბრძვით. თუმცა ვთვლი, რომ ეს წლის სეზონის დასაწყისში დაგეგმილი არ გქონდა. მე ისმის და ბუნებრივიც არის და დარწმუნებული ვარ თქვენც, როგორც ასე ვთქვათ, სხვა კლუბებსაც სეზონის დასაწყისში, როდესაც ხდება რაღაც გარკვეული ცვლილება, ყველა მაინც ასე თუ ისე ისწრაფვის უმაღლესი მიზნისკენ. მაგრამ დღის მდგომარეობით ქართული გულშემატკივრის გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, კარგია ჩემპიონობაც, თასიც ასე შემდეგ, მაგრამ ყველას მაინც ერთი მიზანი ამოძრავებს, დარწმუნებული ვარ კლუბებსაც, მაგრამ ევროტურნირებზე გასვლა. სადაც არის ყველა წელს რაღაცა ბარიერი შეფერხება, ზოგი რაღაცა მწვრთნელის ცვლილების გამო, ზოგ შემთხვევაში რაღაც ფეხბურთელების წასვლის გამო სულ რაღაცა პრობლემა გვხდება. აი თქვენ თუ შეგიძლიათ წინა ევროტურნირებიდან გამომდინარეც რო გითხრათ, აი რა იყო გორის დილას ესე ვთქვათ, რატომ ვერ მოახერხა, სად ხედავთ პრობლემას და ამ პრობლემის რო არ განმეორდეს იგივე პრობლემა, თუ მუშაობთ ამაზე, რომ აი შემდეგ ევროტურნირებზე რაღაცა გორის დილას არ ქონდეს იგივე პრობლემა, რაც ქონდა წინა ევროტურნირებზე. ბოლო ევროტურნირებიდან ვისაუბრებ, ძალიან შორს რო არ წავიდე უკან. ამ ეტაპზე კონკურენტი იყო ფიზიკურად ბევრად მძლავრი გუნდი, ვიდრე ჩვენი გუნდი იყო რიგა, რომელიც მფლობელსაც აქვს რამოდენიმე გუნდი, მათ შორის კვიპროსში, რუსეთში, რიგაში, დუბაიში აკადემია და ახლა წინა გადაცემაში იმედზე ვისაუბრე ამ საკითხზე, რომ ერთ-ერთ საუბრის დროს მითხრეს, რომ თავმჯდომარედ დუბაის აკადემიაში ანდრია სპირლო დანიშნეს და ანუ სხვა მასშტაბის ფეხბურთელები ყავდათ, სხვა ბიუჯეტი აქვთ, სხვა რესურსი აქვს, მათ დამფუძნებელს ესე რომ ვთქვათ, ვისთანაც ღირსეული თამაში ვაჩვენეთ, შეიძლებოდა გაგდებაც, მე არ ვთვლი, რომ რადგანაც დიდი ბიუჯეტია
ფაქტიურად ლოკომოტივმა აჩვენა ერთხელ და საბურთალომაც აჩვენა შერიფთან თამაშით, რომ შეიძლება დიდ გუნდებთან თამაშდა. ასევე ადრე ჩიხურას აქვს ბევრი კარგი ისტორია დიდ გუნდების დამარცხებასთან დაწერილი და ასევე გორის დილასაც არანაკლები ისტორიები აქვს პლეი-ოფამდე მივიდა სხვადასხვა გრანდის დამარცხების შედეგად. მაგრამ ეს მოცემულობა ვერ იქნება, რომ ყოველთვის შენზე ბევრად ძლიერ, ბევრად მდიდარ, ბევრად კვალიფიციურ გუნდს აჯობებ. ანუ შეცვლაზე შემოდიოდნენ მათთანგან ფეხბურთელები, რომელთა ხელფასიც იყო მთელი ჩვენი გუნდის სახელფასო ბიუჯეტი. ერთი ფეხბურთელის ხელფასი იყო მთელი ჩვენი გუნდის სახელფასო ბიუჯეტი. აქედან გამომდინარე რთულია ფიზიკურად, ხარისხობრივად ყველა შანსს იყენებენ გოლის გასატანად და ცოტა ამიტომაც აქვთ ის ხელფასი და ის პირობები იმ ფეხბურთელებს და წავაწყდით ამ წინააღმდეგობას. გამოსავალი რა არის? ამაზე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს რო გაწყვეტინებს, ანუ შემდეგ სეზონშიც თუნდაც გორის დილა იქნება, სხვა კლუბი იქნება და იმის შემდეგში თამაშ. ყოველთვის ეგ პრობლემა იქნება, რომ გაცილებით ძლიერი გუნდი შეგვხდება ფინანსურათაც და სხვა მიმართულებითაც, ასე რომ ვთქვათ. დიახ, ანუ რამოდენიმე მომენტია. პირველი არის ის, რომ მაგალითად ნოა რო შევიდა ან ყარაბაღ მაგუშინაც რა ძალიან მაგარი თამაში აჩვენა. სხვა მოცულობის ბიუჯეტებია ამ გუნდში. საქართველოს ჩემპიონატში ამ ეტაპზე ვთვლი, რომ ტორპედოს გარდა მიახლოებული ბიუჯეტი არც ერთ გუნდს არ აქვს საქართველოს ჩემპიონატში და ამას რო დავეციოთ, რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის. ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება თუ მაგრამ ეს ჩემი პირადი აზრია და არ არის რაღაც სხვა საფეხბურთო წრეებში განხილული აზრი, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა ეწინააღმდეგობოდეს ამ სხვა გუნდის დამფუძნებელი ან სხვა გუნდის პრეზიდენტი, მე ჩემ ხედვას ვამბობ. ჩემი ხედვაა, რომ ჩემპიონს ყველაზე კარგი გზა აქვს ჯგუფში შესასვლელად, მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფში შესასვლელად და დამატებითი мотиваცია უნდა კონდეს, დამატებითი სტიმული უნდა კონდეს, დამატებითი სახელმწიფოს დახმარება უნდა კონდეს ფინანსური, უნდა გაკეთდეს რაღაც სახელფასო კონკრეტულად ფეხბურთელებისთვის სახელფასო კალათა, რომ ამ გუნდს შეეძლოს უფრო ძვირიანი ფეხბურთელების მოყვანა, უფრო მაღალკვალიფიციური ფეხბურთელების მოყვანა და ეს ასე რომ ვთქვათ, საბიუჯეტო სახსარი რომ არ გაიფლანგოს არამიზნობრივად, ამისთვის ჩემი აზრით უნდა არსებობდეს კომისია, რომელიც განიხილავს ფასთა ადეკვატურობას, ესე რომ ვთქვათ, ის ხელფასი ეკუთვნის თუ არა იმ ფეხბურთელს და ჩვენი მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება თუ არა იმ ფეხბურთელის ამ გუნდში დარეგისტრირება. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ თუ ამ სპეციფიური ბიუჯეტიდან უნდა ჩემპიონს რო ისარგებლოს და ხელფასი გადაუხადოს ფეხბურთელს, კომისია იქნება გასავლელი. თუ თავის ფულით უნდა რომ ვიღაცა მოიყვანოს, თავის ნება მაგაში შეზღუდვა არ იქნება. ასევე ეს რო არ იყოს ჩემპიონატი, რო არ გახდეს თავკომბალა ჩემპიონატი, იმიტომ რომ ერთხელ თუ ეს ჯგუფში შევიდა და ეს დაფინანსება მიიღო, მე დიდი ალბათობით ჩემპიონობას ვეღარავინ ჩამოვართმევს და მუდმივად ეს სახელმწიფო რესურსიდან დახმარებას ის მიიღებს და ეს რა თქმა უნდა სამართლიანობის პრინციპს დაარღვევს. ვთვლი რომ თუ ის ერთხელ შევა ჯგუფში, მაგ შემთხვევაში შემდეგ წელს ეს იგივე დაფინანსება უნდა აიღოს მის გარდა სხვა საუკეთესო შედეგის მაჩვენებელმა. თუ თვითონ გახდება ჩემპიონი მეორე ადგილოსანმა, ესე რომ ვთქვათ. და ასე შემდეგ. თუ ვერ გავა პირობითად, აღნიშნული რესურსი უნდა დაიხარჯოს მაქსიმუმ ორჯერ მასთან, და შემდეგ უკვე მის შემდეგ ვინც საუკეთესო რეზულტატს აჩვენებს, იმ კლუბზე უნდა გადავდეს. მგონია რომ ეს იქნება მიახლოებითი გამოსავალი, რაც მოგცემს გაზრდის ალბათობას ჯგუფში შესვლის. ეხლა გადავიდეთ სრულ სუბსიდირებაზე ხო ვერ იქნება ეს ფეხბურთი ვერც ის გუნდი სახელმწიფოს მხრიდან. ვთვლი რომ თუ ერთი გუნდი შევა ჯგუფში, როგორც ნაკრების ევროტურნირებზე გასვლამ სხვა ტალღა მოიტანა სანაკრებო თამაშებში, იგივენაირად სხვა ტალღა შემოვა ქართულ ფეხბურთში ინტერესის, აზარტის, мотиваციის და მგონია რომ ის ბუნებრივი შემოსავლის წყაროები, რომლებიც დღეს განულებულია ქვეყანაში, მაგალითად ტელეტრანსლაციიდან შემოსავალი, მაგალითად ბილეთების გაყიდვიდან შემოსავალი, მაგალითად სპონსორებიდან შემოსავალი. ეს შემოსავლები
გაცოცხლდება, ესე რომ ვთქვათ, და სულ რო პირობითად იბერიამ ან ტორპედომ მიაღწიოს წარმატება, ამას ირიბი ზეგავლენა ექნება გორის დილაზეც. ამასთან ერთად წარმატებასთან ასოცირება უნდა ყველას და მგონია რომ ისეთ დადებითი მუხტის ემოციას დაწერს ის კლუბი, რომ სხვა კლუბებში ინვესტირების სურვილი გაუჩნდებათ ბიზნესმენებს, რომ თვითონაც გახდნენ მსგავსი წარმატებული პროექტის მონაწილეები. აი ეს გასაგებია მესმის, ეს თანხა რასაც თქვენ ამბობთ, ანუ ფონდიდან დამატებით უნდა გამოიყოს, მაგას გულისხმობთ ფედერაციის ჩართულობით თუ აი როგორ წარმოგიდგენიათ? დღევანდელ დღემდე ფონდმა ძალიან კარგად შეასრულა თავის ამოცანა, ვთვლი რომ ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია, რაც ქართულ სპორტში განხორციელებულა და რატომ? თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ჩემი აზრით სახელმწიფოს ჰქონდა ორი ჩანაფიქრი მაგ ეტაპზე. ერთი ჩანაფიქრი იყო ის, რომ განკერძოება მომხდარიყო გუნდების და ამ ფონდმა უზრუნველყო ის, რომ მაგალითად უმაღლეს ლიგაში თქმის ყველა გუნდი კერძოა უკვე, ეს ნიშნავს იმას, რომ დამფუძნებელები ფონდთან ერთად წლების განმავლობაში თავის ფულს ხარჯავდნენ და დღეს ამ გუნდს ვეღარ ატოვებენ, ესე რომ ვთქვათ, მიტოვება უჭირთ, იმიტომ რომ დიდი თანხა აქვთ ინვესტირებული უკვე კლუბში. ამიტომ სახელმწიფომ ეს თავის ფუნქცია შეასრულა, რომ ეს ტვირთი წამგებიანი ბიზნესი ფეხბურთი გადაიტანა კერძო სექტორში. ეს პირველი ამოცანა შესრულებული. მეორე ის, რომ ზოგადი პრინციპებით, თანაბრობის და თანასწორობის დაფინანსების პრინციპით ჩვენ სტაბილურობა შევინარჩუნეთ ჩემპიონატში და გარკვეული გამონაკლისების გარდა, სადაც ზოგ შემთხვევაში რაღაც შეცდომა, ზოგ შემთხვევაში უპასუხისმგებლობა, ზოგ შემთხვევაში დანაშაულს ჰქონდა ადგილი, გუნდები აღარ ვარდებიან უსახსრობის ჩემპიონატიდან, ესე რომ ვთქვათ, ეს არის სწორედ ფონდის დამსახურება. მაგრამ დღეს ჩვენი მოთხოვნილება სხვა არის. დღეს ჩვენი მოთხოვნილება არ არის, რომ ჩემპიონატი არსებობდეს და გუნდები ერთმანეთს ეთამაშებოდნენ და ნორმალური მაისურები ეცვათ პირობითად. უკვე ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ჯგუფში შევიდეთ და ამ გამოწვევას პასუხი სათანადოდ უნდა გასცეს ფონდმაც, ესე ვფიქრობ. ფონდმა უნდა შეცვალოს დაფინანსების დამატებით მე ვფიქრობ, რომ ამ გუნდს დაახლოებით 15 მილიონი ლარის ფარგლებში საფეხელფასო მარტო კონკრეტულად ფეხბურთელებზე გამოყოფილი სახელფასო ბიუჯეტი საკმარისი იქნება ამ ამოცანასთან დასაახლოვებლად. ეს გარანტირებული არ იქნება, რომ ჯგუფში შეხვალ, მაგრამ შანსი მეტი იქნება. შანსი მეტი იქნება. ამ 15 მილიონი ლარიდან ვთვლი, რომ 5 მილიონი ლარი თვითონ დამფუძნებელმა უნდა მოიტანოს, რომ კონტრიბუცია ჩანდეს მისიც ამ პროცესში, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ქვეყანა გიღებულობს სარგებელს, მაგრამ პირველ რიგში მისი კლუბი ღებულობს სარგებელს და დანარჩენი 10 მილიონი სტიმულირების სახით ზემოთ აღნიშნული მიზნობრიობით უნდა გადაეცეს ამ გუნდს. ვთვლი, რომ 10 მილიონი დღეს სპორტისთვის დიდი თანხა არ არის და იმ ამოცანისთვის, რასაც ვისახავთ, რომ ჯგუფში შევიდეთ, დიდი თანხა არ არის. საბოლოო ჯამში ამონაგები ბევრად მეტი ექნება ჯგუფში შესulis შემთხვევაში სპორტის მხრიდან, თუნდაც გადასახადების სახით უკან დაბრუნებული სახელმწიფოსთვის. აი, როგორც თქვენ თქვით, ეს არის თქვენი პირადი აზრი, არც ერთ კლუბთან ესე ვთქვათ, არ გისაუბრიათ ამ თემაზე. აი თუ ვისაუბრეთ როგორ მაგალითად იბერია ეთანხმება მაგ აზრს. ვიღაცა პირად რამდენიმეჯერ დაფიქსირდა ეგ აზრი, მაგრამ ყველა არ ეთანხმება და აქედან გამომდინარე მე ყველას სახელით ვერ ვსაუბრობ, მაგრამ ვიღაცები ეთანხმებიან, ვიღაცები არ ეთანხმებიან. ვინც არ ეთანხმება მიზეზი რა? ვინც არ ეთანხმება მიზეზი არის ის, რომ სამართლიანობის პრინციპი ირღვევა და პირველ ადგილოსანს დიდი ულუფამი აქვს გამოყოფილი თანხიდან, ესე რომ ვთქვათ. ამ შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს, წინასწარ უნდა გამოცხადდეს და ნულიდან რო იწყება ჩემპიონატი, მაშინ უნდა იყოს და ანონსებული, რა თქმა უნდა, არ გულისხმობ, რომ წლევანდელი შედეგის მიხედვით ვინმე 10 მილიონი უნდა მიიღოს დაფინანსება, იმიტომ რომ არაობიექტური იქნება და მაგას არ გულისხმობ მაყურებლისთვის. ამ შემთხვევაში აუცილებელია ყველა კლუბის თანხმობა, რომ განიხილოს თუნდაც ფედერაციამ ფონდმა ეგ საკითხი თუ ამჟამად ძალიან მეგობრული ატმოსფეროა კლუბებს
ფედერაციას და სპორტის სამინისტროს ამ სამ კომპონენტს შორის ყველა ვხვდებით რომ რაღაცაა შესაძლებელი ამ პროცესში და ჩვენი პასუხისმგებლობა კლუბებმაც უნდა ავიღოთ, სახელმწიფომაც და ფედერაციამაც. ამ ეტაპზე რამოდენიმე შეხვედრა შედგა ფედერაციის ხელმძღვანელობასთან და უახლოეს მომავალში იგეგმება შეხვედრა როგორც სპორტის მინისტრთან, შეიძლება პრემიერ-მინისტრიც ჩაერთოს ამ საკითხებში და მეტი სიცხადე შემოვიტანოთ ამ პროექტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ იქნება, ანუ არ ზღუდავს ეს არც 10 გუნდის ხმა საჭირო და არც 1 გუნდის. დამფინანსებელი არის სახელმწიფომდე უნდა მივიტანოთ შეჯერებული იდეები, რომელსაც მაქსიმალურად კონფლიქტს არ იწვევს ერთმანეთში, იმიტომ რომ სახელმწიფოსთვის რთულია თუ ხედავს, რომ ჩვენ ერთმანეთში ვერ ვიგდებით, რა პროგრამით უნდა მივიდეთ ვინმესთან. და დღეს უკვე მაგ ეტაპზე არ ვართ უკვე ვაახლოვებთ აზრებს და მივდივართ საერთო კონსენსუსებამდე და მგონია რომ უახლოეს მომავალში რაღაც ცვლილებას შევძლებთ. იქნება ეს იდეა თუ უკეთესი იდეა, მე არ ვთვლი რომ ეს საუკეთესო იდეა, შეიძლება ამაზე უკეთესი იდეებიც იყოს. ამ იდეაზეც იქნება საუბარი. ამ იდეაზეც იქნება ერთ-ერთი საუბარი, ამ იდეაზეც იქნება. შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ჩემპიონმა რო წაიღოს 10 მილიონი პირობითად დანარჩენმა სამმა გუნდმა რომელიც საკვალიფიკაციოში გადის მათ მიმართ უსამართლოა, იმიტომ რომ შეიძლება მათ ის რთული გზა მათაც რო რაღაც თანხა აეღოთ, ბევრად უფრო კარგად გაეარათ ესე რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონს მეტი შანსი აქვს და შეიძლება მანდ იყოს რაღაც დასამატებელი და ჩემპიონის შემთხვევაში შესამცირებელი. უბრალოდ მე ვუყურებ ისე, რომ გრძელ ვადაში ჯობია ვიღაცას რო დავაკლოთ, მაქსიმუმი მივიცეთ იმან სადოს და მე ეს მაქსიმუმი მივიცეთ მეორეს, ეს მაქსიმუმი მივიცეთ მესამეს და გავყვეთ ამ ხაზს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში კლუბს არ უნდა კონდეს რაღაც სხვა დავალიანებები და რომ ეს ფული ეფექტურად უნდა დაიხარჯოს და არ უნდა დაიხარჯოს რაღაც ვალდებულების გასტუმრებაში ან ფეხბურთელებს ხელფასი კონდეთ და გასაფრენი ფული არ კონდეს გუნდს სადღაც ჩემპიონატზე ან სატრანსფერო ბანიედოს, ანუ მსგავსი ხარვეზები არ უნდა იყოს. მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ამ ფულის ხარჯვა და კრიტერიუმები. ეს ყველაფერი დიდი ალბათობით ახალი სეზონის დაწყებამდე უნდა ალბათ ახალი სეზონის დაწყებამდე უნდა მოგვარდეს. ხო, რომ ახალი სეზონიდან უკვე ახალი წესებით ვიცოდეთ რა წესებით ვთამაშობთ. მოდი განვიხილოთ მეორე ვარიანტი. ბავშვად არ შეიცვალა არაფერი, ვერ მოხდა შეთანხმება ან ასე შემდეგ. ანუ ამ შემთხვევაში რა გეგმა B? თუ არ შეიცვალა არაფერი, ობიექტურად მგონია რომ ქუთაისის ტორპედოს გარდა სხვას რესურსი დღევანდელ დღეს რა ბიუჯეტებსაც უყურებ, თუ არ მოიყვანეს დამატებითი ინვესტორები. მაგალითად, ჩვენ რო გავხდეთ ჩემპიონი, თუ გავხდებით ჩემპიონი, ჩვენ გვაქვს გეგმა ებრაელ დამფუძნებლებთან ერთად სხვა პარტნიორების შემოყვანის კლუბში, ვინც ამ გზას, რაც სახელმწიფოს უნდა გადაედგა ნაბიჯი ჩვენი წახალისების, ამ გზას შემოუერთდებიან და გავზდით ბიუჯეტს და ვეცდებით რომ ვიბრძოლოთ შესასვლელად. უბრალოდ ეს ბევრ ალბათობებზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ ჯერ ჩემპიონი უნდა გავხდეთ, მერე მათთან ულაპარაკება უნდა ვაწარმოებთ, მერე მათთან ულაპარაკებას ვაწარმოებთ, ვინც ფულს დებს კლუბში, იმას თავისი ინტერესები აქვს, თავისი გემოვნება აქვს, თავისი ხედვა აქვს, ესე რომ ვთქვა. ხანდახან ეგ ხედვები პირდაპირ არ ეთანხმება სპორტულ ხედვებს, მწვრთნელის ხედვებს, სპორტული დირექტორის ხედვებს, მიზნებს. ამიტომ ის სახელმწიფოდან მოტანილი ფული კარგი იმიტომ იქნებოდა, რომ რაღაც ობიექტური კრიტერიუმი გაჩნდებოდა კონტროლის. მაგალითად არის კრიტერიუმები ყატარში, არის კრიტერიუმები ავსტრალიაში, არის კრიტერიუმები პრემიერ ლიგაში, ინგლისში, რომ როგორ ფეხბურთელს, როგორ ლეგიონერს შეუძლია დაკონტრაქტდეს ამა თუ იმ გუნდში. და ჩვენ ზუსტად ის მოდელი უნდა მოვარგოთ, რომელიც საკმარისი იქნება მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფში შესასვლელად და ჩვენ რეალობასთან იქნება ახლოს. ამის კომისიაში მე ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი შეყვანა შეიძლება, ნაკრების მწვრთნელის, ფედერაციის პრეზიდენტის, სპორტის მინისტრის, ფონდიდან წარმომადგენლის, მაგალითად გამოცდილი ქართველი მენეჯერის, მაგალითად როგორც ვაჟა თარხნიშვილია პირობითად, ან როგორც ისეთი მწვრთნელის, როგორც კეცბაია, პირობითად ვამბობ, როგორც არველაძეები, ანუ ისეთი ხალხის, ვისაც
დიდი გამოცდილება აქვთ ევროპულ ფეხბურთზე ასპარეზობის, შედეგები აქვს დადებული, უცხო არ არის მათთვის ის ამოცანა, საითაც მივდივართ და თვლი რომ ეს უკვე იმსეთ სინერგიას გამოიწვევს ყველა რომ ვიმუშავებთ ერთი გუნდის წახალისებაზე, რომ დიდი ალბათობით რაღაცას გადავტეხავთ. სხვაზეც ვერ გადავაბრალებთ, ყველა ჩართული ვიქნებით ამ პროცესში და ყველა შევიტანთ ჩვენ წვლილს, ესე მგონია. ხო, მაგრამ მანდაც ხო რისკია, აი გულშემატკივრის მხრიდან რო შევხედოთ, აი წარმოიდგინეთ, გაკეთდა იქ პროექტი, მაგრამ ბავშვად მოდი გორის დილაზე ვისაუბროთ, გახდა გორის დილა ჩემპიონი, მიიღო 15 მილიონი ამ შემდეგ, მაგრამ 10+5 ჩვენი. ხო, მაგრამ ვერ შედეგი მაინც არ დადგა. ნუ შედეგი არ დადგა, ანუ გარანტირებულად იმაზე მეტი შანსია შედეგის დადგომის, ვიდრე რაც დღეს დგება. შედეგი შეიძლება არ დადგეს. ჩემპიონატები ყოფილა, რომ დიდი გუნდები საერთოდ ჩემპიონატის მიღმა დარჩენილან და ხდება ეგეთი გამონაკლისები და მე არ ვთვლი რომ მანდ ის ანუ ჩვენ ვამბობთ იმ ხელა თანხა 10 მილიონი, მოდი ხა რეალისტები ვიყოთ რა ხა რამ ხელა თანხა 10 მილიონი ფეხბურთში არ არის ის თანხა, ვინ ჯგუფში, ვისაც ჯგუფში უნდა ყოფნა და ვისაც გარანტირებულად ჯგუფში უნდა ყოფნა, იქ 10 მილიონი არ არის წელზე გაწერილი 10 მილიონი არ არის ის თანხა, რომელიც რაღაც ან ამ 10 მილიონიდან თანხა ხო უკან ბრუნდება საშემოსავლო სახით, მარტო საშემოსავლო სახით 20% სახელმწიფოს უბრუნდება უკან და რჩება 8 მილიონი და 8 მილიონი არ არის ის თანხა ჩემი აზრით, რომელიც შეცვლის გარემოს. ისე რომ სხვა სპორტის სახეობა დადგეს კითხვის ნიშნის, ან ქვეყნის ბიუჯეტის შესრულება არ შესრულება დადგეს კითხვის ნიშნის. კარგია დამატებით 8 მილიონი ასე, მაგრამ აი თქვენი შემთხვევაში სხვა კლუბებს რო თავი გავანებოთ, აი დამატებით თუნდაც საქართველოში არსებულ ბიზნესმენებთან, კომპანიებთან, დიდ კომპანიებს გულისხმობ ინვესტირებაზე კლუბში, აი დამატებითი თანხების ჩადებას თუ გიმუშავიათ, რა პრობლემას აწყდებით, რატომ სავარაუდოდ გიმუშავიათ და ძალიან უცნაური გარემოა. ან ბიუჯეტი აქვთ უკვე გაწერილი მარკეტინგის, ან ჯერ არ გაუწერიათ, ან გაწერის პროცესში არიან და მარკეტინგის მენეჯერი შვებულებაშია, ან სულ რაღაცა მიზეზი აქვთ, რატო არ ინტერესდებიან კლუბის სპონსორობით და დაფინანსებით. ორჯერ იყო შარშან და წელს, როცა ჩემპიონობის შანსი გქონდა. ორივე წელს ძალიან ბევრ კარებზე არ ჩამოვთვლი ახლა ბიზნესებს, ძალიან ბევრ კარებზე დავაგაკუნეთ, სადაც დაგაკუნება შეიძლება და ვთხოვეთ სპონსორობა, რაღაც კოლოსალურ თანხებს არ ვითხოვთ, რაღაც სიმბოლურ თანხებს არის საუბარი. როდესაც მიდის ხოლმე განხილვა გულშემატკივრ ასე შემდეგ, არის რომ შეიძლება იმ ხელა თანხაზე ითხოვო. არა, ძალიან ყოფით თანხებზე მიდის საუბარი. რა მაგალითად ჩვენ რო გვაფინანსებთ და Marsbet-ი, ეს საერთაშორისო კომპანია, მაშინ ვიღებდით $100,000. $100,000 გაწერილი დაახლოებით 10 თვეზე იყო გადანაწილებული და $10,000 გამოდიოდა. $10,000-ზე ნაკლები აზრი არ აქვს ახლა დაფინანსებას, როცა ამ ხელა სახელმწიფო ბიუჯეტი გაქვს და ამ ხელა ხარჯები გაქვს და მაგის მომხრე და მაგის მაგ პირობებსაც დამთანხმებელიც ვერ უნახეთ ვერავინ, ესე რომ ვთქვა და სხვა პირადად ჩემი აზრია, ადრეც დამიფიქსირებია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ ინტერესდებიან კომპანიები და რატომაც არ უნდათ ქართულ კომპანიებს გულისხმობ, ამ შემთხვევაში რომ თანხები ჩადონ ამა თუ იმ კლუბში, ძალიან მარტივად და ბანალურად რო შევხედოთ, აი მაგალითად ეხლა წერთ გადაცემას, თუ ამ გადაცემას არ უყურებს არავინ, შესაბამისად მე არავინ არ დამაფინანსებს, ხო? ძალიან მარტივია. საქართველოს ჩემპიონატის მიმართ ინტერესი ნაკლებია, სტადიონებზეც ხალხი თითქმის არ დადის, თუ დადის რაღაც ადგილ ფან-კლუბი ან ასე შემდეგ და შესაბამისად შესაძლოა ამა თუ იმ კომპანიას აი ბავშვად რეკლამა გავაკეთო ან რაღაცა თუნდაც მაისურზე ან სტადიონზე ან ასე შემდეგ, თუ ვერავინ ვერ დაინახა ტელევიზიით, ვერავინ ვერ უყურა ინტერცეპციაში, არავინ არ უყურებს სტადიონზე, არავინ არ მოდის, მაშინ ან რატომ უნდა გადავიხადო თუნდაც თვეში $10,000, ხო, ძალიან მარტივია. აი ამ მიმართულებით გორის დილა თუ მუშაობს, რომ აი ინტერესი გორში ამ შემთხვევაში გულშემატკივრებში გაზარდოს ჩართულობა
თუნდაც სტადიონზე მაყურებლების რაოდენობა გაიზარდოს და ასე შემდეგ. ანუ რას აკეთებთ ამ ხრივ, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს ამ შემთხვევაში მხოლოდ გორში გოლის დილას. კარგი კითხვა. გადავიდეთ ორ ნაწილზე. ერთი სატელევიზიო ტრანსლაციაზე, მეორე ბილეთებიდან შემოსავალზე და შესაბამისად მაყურებელი რომ მოდის, ინტერესი უნდა გაჩნდეს. მაისურებით მე ძალიან ვემხრობი მაისურების სავარაუდოდ შემდეგ წელს ონლაინ მაისურების გაყიდვას შევეცდებით. მაგრამ არ ვთვლი რომ რაღაც დიდ თანხებზე გავა შემოსავლები. შეიძლება კლუბისთვის ხო შემოსავალი არ იყოს, მაგრამ გულშემატკივრისთვის კარგია ხო ტრიბუნაზე რომ შენი მაისურით ზის. კი, რა თქმა უნდა, ანუ ფიქრობთ რომ რაღაც ეგ გადავათამაშოთ და შემოვიტანოთ ონლაინ გაყიდვა მაისურების შემდეგი წლისთვის. და იმედია რომ რაღაც მოთხოვნა იქნება ამ მინიმუმ რაღაც თვითღირებულებაში მაინც რომ ამ გაიყიდოს რომ ჩვენ სახეს წარმოადგენდეს ის მაყურებელი ტრიბუნაზე, მაგრამ აი რაზე მინდა რომ ხაზი გაუსვა. გორის დილა არ უჩივის მაყურებლის მოსვლა სტადიონზე. 4000-იანი სტადიონი გვაქვს და თამაშებზე 2500 კაცი მაინც ესწრება დაახლოებით. კი, მეც ვისურვებდით, გადავსებულ ტრიბუნას ვისურვებდით, როგორც ადრე იყო და ჩემ ბავშვობაში მახსოვს, რომ ერთი ამბავი მეორე ტაიმს ველოდებოდით კარებთან, რომ კარები გაეღოთ, რომ სტადიონზე შევსულიყავით. ბილეთის ფასიც რაღაც საგანგაშო არ არის, ჰქონდა ლარი, მერე გახდა 2 ლარი, რაღაც აი ისეთ თანხებზე ვსაუბრობთ, რომელიც სიმბოლურია და უმეტეს შემთხვევაში ყველა თამაშიდან მიღებული შემოსავლის ნაწილს საქველმოქმედო მიმართულებას ვაძლევთ, რომ ამან კიდე იქნებ мотиваცია მისცეს ხალხს მოსვლის და ბილეთის ყიდვის. პირველი პრობლემას მე ცოტა სხვანაირად ვხედავ. შოუ ბიზნესი არ არის ქვეყანაში. აი ჩემს ბავშვობაში წლები რომ მახსოვს, ნებისმიერი მუსიკალური ჯგუფი რომ ჩამოსულიყო გორში პირობითად, უნდა გეჩალიჩა ბილეთები რომ გეყიდა, სადღაც ღობეზე უნდა გადამძვრალიყავი, ყოველ თვე ახალი სიმღერა იწერებოდა, ახალ კლიპს იღებდნენ, ახალი რაღაც მუსიკალური და გასართობი პროგრამები იყო, შემდეგ იმედმა საერთოდ ჯგუფი გააკეთა ამ ნიჭიერი შოუ ბიზნესის წარმომადგენლებიდან, რომელსაც ახაც პროდუქტს აქმნევინებდნენ, მე ვამბობ უფრო ძველ წლებში. სპორტის სასახლე ივსებოდა, სტადიონებზეც უკვე შეიძლებოდა რომ გადასულიყო ეს ხალხი ქართველი შემსრულებლების მუსიკის მოსასმენად, მაგრამ დღეს ეგ არ ხდება. ანუ ზუსტად იგივე დაემართა ფეხბურთს, რაც დაემართა საქართველოს შოუ ბიზნესს. ანუ ხალხის ღრმა ინტერესი საკლუბო ფეხბურთის მიმართ სამწუხაროდ არ არის. ეხლა ეს ხალხის ინტერესს ვერც გორის დილა შეცვლის, ვერც დინამოში, ანუ ვამბობთ რომ მოვიდეს ისეთი ფეხბურთი, უკეთეს ხარისხის ფეხბურთია ჩვენონ და ანუ არ შეიცვლება, ანუ პირობითად ფეხბურთელები თამაშობდნენ საქართველოში, რომლებიც მეორე დღეს წავიდნენ და ტოპ 5 ლიგაში თამაშობენ და ის არც იმ ფეხბურთელების საყურებლად დადიოდა აქ ვიღაცა პირობითად. ხო თუ ესპანეთიდან არ გვეტყვიან რომ ტაბატაძე ძალიან მაგარი ფეხბურთელია და თუ არ დაინტერესდება მე ან პრემიერ ლიგა, ან სერია, ან ვიღაცა, აქ ყავდა ტაბატაძე და რატო არ ვავსებდით სტადიონს, პირობითად ვამბობ. ეს ნიუანსი ჩემთვის არის იმის მანიშნებელი, რომ შოუ აღარ იდგმება სტადიონზე, არ უყურებენ როგორც შოუს, არ უყურებენ სათანადო გართობის საშუალებას, თუ ვინმე უყურებს რაღაც აპლიკაციაშიც უყურებს YouTube-ზე და აღარ მიდის ამ სტადიონზე, ამისთვის საჭიროა რომ გავაჩინოთ რაღაცა აზარტი. ეს აზარტი მე არ ვთვლი რომ ეხლა გელენდვაგენი რომ გავათამაშოთ ყველა თამაშზე სტადიონზე ხალხი მოვა. ჩემი აზრით მაინც პრობლემა იქნება. ადრე ეგეც ვცადეთ რაღაც კონკურსები, რაღაც ბურთი ცენტრიდან დავარტყმენოთ კარებში, ფულადი ჯილდოები, ამდენეთზე ბილეთზე პრიზი მივცეთ. არ მოქმედებს ესენი. მე უფრო მგონია რომ მოქმედებს ის, რაც მოქმედებს. მაგალითად გორის დილასთან მიმართებაში არ ყოფილა UEFA-ს თამაში, რომ ყველა ბილეთი არ გაყიდულიყო. ამიტომ ჩემი აზრია ის რომ ჯერ უნდა შევიდეთ ჯგუფში პირობითად და ის მოიყვანს ხალხს და მე უნდა შევინარჩუნოთ იმ ხალხი უნდა გავხადოთ მაყურებლიდან გულშემატკივარი და ის გულშემატკივარი უნდა შევინარჩუნოთ მე და არა პირიქით რომ
ჯერ ხალხი მოვიყვანოთ და მე ეგ შეგვიყვანს ჯგუფში, იმიტომ რომ ხალხს ვერ მოვიყვანთ, ფაქტია, ვერ მოყვავს და რაც არ უნდა გავაკეთოთ, მე არ მჯერა რომ რაღაცა match-day აქტივობა ეხლა სასისქს გავყიდით თუ ლუდს გავყიდით, გაავსებს სტადიონს. ეგ არ მიმაჩნია სწორად და არ მუშაობს ფაქტია. ეხლა გადავიდეთ მეორე საკითხზე. ვერ შევდივარ თქვათ ამ ჯგუფში და რა უნდა გავაკეთო. მეორე გამოსავლად მე ვხედავ ოღონდ ეს ჩემი იდეა არ არის, ალბათ ჩემამდე ბევრს ჰქონდა ეს იდეა და ეხლა ზუსტად ფედერაციის წარმომადგენელი ქეთი ყიფიანი ძალიან საინტერესო პროექტზე მუშაობს. FIFA-ს ეგიდით ტარდება კვლევა აღმოსავლეთ ევროპის და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჩემპიონატის ან ახალი ჩემპიონატის ჩატარების ან ჩემპიონატების გაერთიანების შესახებ. ეს ჩემი აზრით ერთადერთი გამოსავალია, რაც შეიძლება იყოს ბუსტერი ხალხის სტადიონზე მობრუნების. ეს ქვეყნები იქნება სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ბელარუსია თუ მოლდოვა, ხუთივე თუ მათი ნაწილი, ჩემი აზრით ეს ეთნიკური სხვაობა, ეს კონკურენცია, ეს სახელმწიფოებრიობის შეგრძნება მიგვაახლოვებს იმ კონფერენც ლიგის თამაშებამდე, რა აზარტი და მოტივაციაც იქ გვაქვს, რომ ის აზარტი და მოტივაცია ამ ჩემპიონატებში გადმოვიტანოთ. ჩემი ხედვა ესეთი, რომ ცალკე დამოუკიდებელი ჩემპიონატი რო იყოს, როგორც მაგალითად ზაფხულის შესვენებაზე გუნდები, რომლებიც არ თამაშობენ UEFA-ზე, იმ გუნდებმა რო ითამაშონ პირობითად ეს ჩემპიონატი, ან ვინც ჯგუფში არ არის, მე იმათმა გააგრძელონ. მსგავსი მე არ მიმაჩნია საინტერესოდ, თვლი რომ ვერ მუხტს ვერ აწევს და ეგ შეიძლება უფრო დამაზიანებელი იყოს და როცა ჩემპიონატს იქნება რაღაც ამხანაგურთან დაკავშირებული საშუალება, ეხლა ნაკრები ამხანაგურ თამაშებსაც ვთამაშობდით წლების განმავლობაში, მაგრამ ერთა ლიგას სხვა მუხტით ვუყურებთ, იმიტომ რომ ვიცით ვინ მაღლაავა, ვინ და უკვე იქ მიღწეული შედეგით რაღაცა შედეგზე შეგიძლია გახვიდე. ჩემი აზრია, რომ 6-6 გუნდი რო იყოს გამოყოფილი თითო ჩემპიონატიდან, გაერთიანდნენ და ჩატარდეს სრულმასშტაბიანი ჩემპიონატი, არ 18 გუნდიანი იქნება თუ 24 გუნდიანი იქნება. ორი გუნდი ყოველ წელს თავის ქვეყნის კვოტიდან ვარდებოდეს და ორი შიგნით მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატიდან ადიოდეს იმ ჩემპიონატში, ესე რომ ვთქვათ. და 4 გუნდი შესაბამისად კვოტისა, როგორც UEFA-ზე, რა კვოტაც ექნება იმ ქვეყანას, საუკეთესო 4-ეული იმით გადიოდეს UEFA-ს შეჯიბრებებზე. მაგალითად, საქართველოს გუნდები თუ გავლენ პირობითად მე-11, მე-12, მე-13, მე-14 ადგილებზე, პირობითად, მე-11 ადგილოსანი გავა ჩემპიონთა ლიგაზე და ის 3 გავა პირობითად UEFA-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე. ანუ ეს გაერთიანებამ რომ არ შეზღუდოს ჩვენი შანსები, რაც ადრე გვექნებოდა, უბრალოდ გაზარდოს აზარტი ჩემპიონატში. მგონია, რომ ამ შემთხვევაში რამოდენიმე კომპონენტი ერთად გაცოცხლდება. ეს პირველი კომპონენტია, რომ მაყურებელი დაიწყებს სიარულს და ბილეთს უკვე აი შოუს სახე ექნება და ბილეთს გაყიდი, როგორც გაყიდიდი ნაკრების ბილეთს მიახლოებული პირობებით. მეორე საკითხი ის არის, რომ ამას ექნება რეგულარული სახე, იმიტომ რომ ყოველკვირეულად და 4 დღეში ერთხელ იქნება თამაში და ტემპი არ დაეცემა, მაყურებელი არ მოდუნდება და ის მუხტი ასაწევი ახლიდან არ გექნება. მესამე ის, რომ ტელეტრანსლაციის უფლებები სულ რო საინტერესო არ იყოს, ბუნებრივად გაიყიდება, იმიტომ რომ საქართველოში რო სომხურ გუნდს ვეთამაშებით, იმ გუნდს ჩვენი ტრანსლაცია ენდომება და პირიქით და ფიზიკურად ყველას ენდომება ამ ჩემპიონატის გაშუქება ყველა ქვეყანას და ჯამური გაშუქების კუთხით კარგი თანხის გენერირება შეიძლება და უკვე ამ შემთხვევაში სპონსორიც გაჩნდება, იმიტომ რომ თუ ტელეტრანსლაცია კარგი იქნება სხვადასხვა ქვეყნებში და მაყურებელი სტადიონზე, ბუნებრივია რომ იმ სპონსორსაც რაც თქვენ მითხარით мотиваცია იქნება რომ სტადიონზე მოვიდეს. ეს შეიძლება უტოპიურად ჟღერს, მაგრამ რადგანაც FIFA-ში იკვლევენ უკვე ამ პროცესებს, მიმაჩნია რომ მიმდინარეობს. შეიძლება თეორიულად დღეს რაღაცა ვერ გადაწყდეს, მაგრამ შეიძლება რაღაც წლების მერე შედეგამდე მივიდეთ. აი ფედერაცია ახსენეთ რამდენჯერმე
ორივე ახალ იდეასთან დაკავშირებით და ბოლო პერიოდში თქვენს გექნებათ მოსმენილი ფედერაციის პრეზიდენტის ინტერვიუ, ასე რომ ვთქვათ, და რასაც კრიტიკა მოყვა საკმაოდ დიდი. საერთო ჯამში ესეთი აზრი იყო, რომ ფედერაცია თუ ვერ ხედავს თავის როლს საქართველოს ჩემპიონატში. თქვენ ახლა ახსენეთ, რომ ასე ვთქვათ, კარგი ურთიერთობა გაქვთ ფედერაციასთანაც, სამინისტროსთანაც, რაც იმ ინტერვიუდან არ ჩანდა. თქვენ სად ხედავთ ფედერაციის როლს და გარდა იმისა, რაც თქვენ თქვით, რა შეუძლია გააკეთოს თუ არის რამე ისეთი რასაც შეიძლება ჩაერთოს ფედერაცია. რა თქმა უნდა, სრულად ინტერვიუს არ მომისმენი, რაღაც ამოჭრილი მომენტები მაქვს ბატონ ლევანის კომენტარებიდან მოსმენილი. ჩემი აზრით, ლომის წილი პასუხისმგებლობის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ჩვენ კლუბებში მიმდინარე პროცესებზე ჩვენი კლუბების დამფუძნებლებს და აღმასრულებელ დირექტორებს გვეკისრება, იმიტომ რომ რაღაცა რა ფინანსები მოგვაქვს კლუბში, როგორ ხარჯავთ იმ ფინანსებს, რა მიმართულებით მივდივართ, ჩვენი შეზღუდვა არ შეუძლია არც ფედერაციას, არც ფონდს, ჩვენი გადაწყვეტილებით ვღებულობთ. თუმცა ვთვლი, რა თქმა უნდა, რომ ფედერაცია ატარებს ჩემპიონატს, ქართული ფეხბურთის ფაქტიურად მმართველები არიან ფედერაციის მესვეურები, ეს არ არის პროფესიული ლიგა, ეს არის ლიგა, რომელსაც ცენტრალიზებული ხელმძღვანელი ყავს და ეს არის ფედერაცია. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ არა მთავარი წვლილი, მაგრამ თანაავტორი არის ამ პროდუქტის, რასაც ვღებულობთ საბოლოო ჯამში. თუმცა ლომის წილი კლუბებზეა. ფაქტია ეს, რომ ეხლა ჩემ კლუბში ვინ ფეხბურთელს მოვიყვან, ხელფასს როგორ გადავუხდით და რასაც ლევანი ამბობდა იმ შეხვედრაზე, მაგაში ვეთანხმები. თუმცა არის რეგულაციები, ცვლილებები, თუ ჩვენ რაღაცას კარგად ვერ ვმართავთ პირობითად, შეიძლება გაამკაცრონ სალიცენზიო მოთხოვნები გაამკაცრონ, ჩემპიონატის რაღაც პირობები გაამკაცრონ, რაღაც სტანდარტი მოგთხოვონ, სხვანაირად შევცვალოთ, რა თქმა უნდა, წესებს ადგენს ფედერაცია და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი თანაავტორია იმ შედეგისაც, რა შედეგსაც ვღებულობთ. თუმცა ლომის წილი კლუბებზეა დამოკიდებული. თუ ფედერაციამდე ის ჩვენი სურვილები და მოთხოვნები ვერ მიგვაქვს სათანადოდ შეკრულად, ეგეც პრობლემაა და მაგის გადაჭრაზე ვმუშაობთ. ეხლა რომ ყველამ ერთად, რაც განა რომელიმე კლუბის განვითარებისთვის, რაც ეროვნული ლიგის განვითარებისთვის იქნება უკეთესი, ამ შეთავაზებებით მივიდეთ ფედერაციასთან და მგონია, რომ წინააღმდეგობას არ წავაწყდებით უმეტეს საკითხებთან დაკავშირებით. აქამდე თუ გქონიათ რამე იდეა, ეხლა რაც თქვით, თუნდაც თქვენ ხო რა თემაზეც სავარაუდოდ იქნება განხილვა და მუშაობა დაიწყებთ, მანამდე თუ გქონიათ თქვენ კონკრეტულად არა კლუბებს რამე უკეთესობისკენ რო შეცვლილი იყო და თუ ფედერაციას ისაუბრეთ და რა ჩემსას ვიტყვი ესე რომ ვთქვათ ორი ინიციატივით მივმართეთ ფედერაციას. ერთი ინიციატივა დააკმაყოფილეს, რაზეც მინდა რომ დიდი მადლობა გადაუხადო არა მარტო ფედერაციას, ასევე იმ კლუბებს, ვინც მხარი დაგვიჭირეს ამ ინიციატივაში. ეს იყო ლეგიონერების ლიმიტის გაზრდა. ამას მინდა რომ ძალიან მკაფიოდ შევეხო, რატოა ჩვენთვის პრიორიტეტული ლეგიონერების ლიმიტის გაზრდა და ამასთან ერთად რა არის ამის გამოსავალი, რომ არ იყოს აუცილებლობა ამდენი ლეგიონერის. ამაზე ვისაუბროთ და მეორე ინიციატივა იყო ამ ინიციატივიდან გამომდინარე წვრთნის და აღზრდის კომპენსაციების საკითხი, რომელსაც თუ დრო გვაქვს ორივე საკითხს უფრო ფართოდ ჩავშლი. ეხლა მივადგეთ ჯერ ლეგიონერების საკითხს. ლეგიონერი ყველა ვარიანტში უფრო ძვირი გვიჩდება ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელთან შედარებით კლუბებს. ახალგაზრდა ლეგიონერი თუ ასაკშია არ აქვს მაგას მნიშვნელობა. პირველი ფრენა გჭირდება, საბუთების მოგვარება გჭირდება, მისი ოჯახის წევრების ჩამოყვანა გჭირდება, რომ უფრო
კომფორტულად იგრძნონ თავი, საყოფაცხოვრებო პირობების დაკმაყოფილება გჭირდება. ამავდროულად უნდა შეეწყოს შენ გუნდს, შენ რომ მოგყავს უცხოეთიდან, იქ შენ ყოველდღიურ რეჟიმში ვერ უყურებდი იმ ფეხბურთელს, მისი ფსიქოლოგია არ იცოდი, ისე ღრმა ანალიზს ვერ აკეთებ, როგორც საქართველოს ჩემპიონატიდან ან შენი გაზრდილი ახალგაზრდა რო წამოიყვანო და დააწინაურო დიდ გუნდში. აქედან გამომდინარე, ერთის მხრივ ობიექტური ზღუდე აქვს უკვე ლეგიონერს, რომ რა თქმა უნდა, კარგი ბევრი აქ თუ იქნება კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, გაგნიძე თუ ქართველი სხვა ფეხბურთელები, მამარდაშვილი ფაქტიურად არ იქნება საჭიროება უცხოელი ფეხბურთელის ჩამოყვანის და რაზეც გორის დილა აქტიურად მუშაობს. ანუ ანდრონიკაშვილი ერთ-ერთი ლიდერია ჩემპიონატის და შეყილაძე მეხუთე ლიგიდან დავაწინაურეთ, კერესელიძე ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, მანამდე გუგეშაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო, ნიკა გაგნიძე საერთოდ ჩვენი აკადემიიდან ამოვწიეთ და უკვე 17 წლის საიყორცო ვიცე-კაპიტანად დავაწინაურეთ. აღარ ვამბობ ჭაბრაძე, ახალგაზრდა კობახიძე, რომელმაც ტორპედოსთან ახლა მთელი თამაში დაიწყო. ანუ მე არ ვამბობ იმას, რომ ქართველებს სურო ულიმიტო მქონდეს შეზღუდვა უცხოელების. ქართველი ჩემთვის უფრო კომფორტულია სამუშაოდ, თუნდაც რუხაძე მარცხენამცველი, რომელიც კოლოში გავშვით. ფარულავა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და გამომრჩება ახლა ვინმე ამ ჩამონათვალში. ამით იმის თქმა მინდა, რომ ოთინაშვილი ყავს კიდე ახალგაზრდა ფეხბურთელი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთან იდეა ფიქსი კი არ არის, რომ უცხოელმა უნდა ითამაშოს და ჩვენი თამაშებიც რომ ნახოთ 50-50-ზეა ყველა თამაში უცხოელების და ქართველების ბალანსი ძირითად შემადგენლობაში. უბრალოდ ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ხარისხობრივად ხარისხიანი ქართველი ფეხბურთელი რომ არ არის ბაზარზე, იმის ჩასანაცვლებლად ჩემპიონატის დონემ რომ არ დაიწიოს, იძულებულები ვართ რომ მოვიყვანოთ უცხოელი ფეხბურთელები. ეხლა თქვენ შემეკითხებით, რომ რატო არ არის საკმარისი ხარისხიანი ფეხბურთელი ბაზარზე. ორი მიზეზია. ფეხბურთელი კარგი ხდება თუ არა, ისეთი ხდება თუ არა, რომ უმაღლესი ლიგის დონე საკმაყოფილებდეს, მაშინვე გიწევს იმ ფეხბურთელის უცხოეთში გაშვება. ორი მიზეზის გამო. ჩვენც ხო ვიცით, რომ ჩემპიონატის დონე დღეს არ შეესაბამება ევროპული ჩემპიონატების დონეს. მას აქვს თუ არა შემოთავაზება ევროპული ნებისმიერი ცოტა ჩვენზე მაღალი დონის ლიგიდან, მისი ნატურაა რომ წავიდეს იმ გუნდში. ანუ ფეხბურთელს უკეთებ დემოტივაციას თუ არ გაუშვებ. და ამ პრობლემის წინაშე უკვე ძალიან ბევრი ქართველი გუნდი დამდგარა, დადგება ხვალაც და ამას ვერ შევაჩერებთ. ჩათვალე, რომ ქუთაისის ტორპედომ გოგლიჩიძე გაყიდა ფაქტიურად 19-დან. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ უკვე სკაუტები პატარა ასაკშიც უყურებენ ჩვენ ფეხბურთელებს და ის კარგი არ არის, იმდენი არ გამოდის სამწუხაროდ. კარგი და ის კარგი რაც გამოდის, გადის უკვე ექსპორტზე უცხოეთში. ამ ჩემპიონატში ვიღაცამ ფეხბურთი ხო უნდა ითამაშოს. თან ჩვენ გვინდა რომ ფეხბურთი თვითკმარი იყოს. ფეხბურთი რო თვითკმარი იყოს და შემოსავალი იყოს, თუ ის შემოსავალი არ მაქვს, რომ მაყურებელი ფულს არ იხდის, ტელევიზიიდან ფულს ვერ იღებს, სპონსორი არ ამყავს, ფეხბურთელის გაყიდვა მრჩება ერთადერთი რომ შემოსავალი მიიღო. ეს ფეხბურთელი რო გავყიდო, ფეხბურთელი ახალგაზრდა უნდა იყოს, რომ გავყიდო. ხო ვეტერან ქართველ ფეხბურთელს ვერ გავყიდი ფიზიკურად. და ამავდროულად ამ გაყიდვასთან დაკავშირებით პრობლემა არის ის, რომ ვინც ახალგაზრდა და კარგია, რომ აქ შეიძლება ამოვწიოთ, ფიზიკურად არ ჩერდება საქართველოში და გადის ქვეყნიდან. ეხლა მეორე საკითხი, ჭარბი რო გავხადოთ ეს ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები, ამისთვის რა უნდა გავაკეთოთ? ამისთვის არის მეორე კომპონენტი აკადემიების კომპონენტი. იმიტომ რომ დღეს წარმატებით უნდა მეკითხა ბავშვთა ფეხბურთზე და აკადემიებზე. ამ დღეს წარმატებით მუშაობს ალბათ 3-4 აკადემია საქართველოში. არ ჩამოვთვლი, ეხლა არ ჩაუღრმავდები ამ საკითხს. ჯერ გავმიჯნოთ, სკოლა არის სხვა, აკადემია არის სხვა. სკოლა არის პირიქით შემოსავლის წყარო, ბავშვებს ფული მოაქვთ და ვარჯიშობენ და საკმაოდ მომგებიანია დღეს საქართველოში და თბილისში, რეგიონებში სამწუხაროდ არა, მაგრამ თბილისში საფეხბურთო სკოლები საკმაოდ მომგებიანია და აკადემია არის პირდაპირ ხარჯი, ანუ არანაირი შემოსავალი არ აქვს, აკადემიის ფეხბურთელისგან შემოსავალს არ ღებულობ, პირიქით ხელფასს უნიშნავ, აჭმევ, აცხოვრებ, მაღალკვალიფიციური მწვრთნელები, ფიზმომზადება, ფსიქოლოგიური მუშაობა და ასე შემდეგ. ამ დროს ამ აკადემიიდან გამოზრდილი ფეხბურთელი როგორ დახვეწილადსაც არ უნდა კონდეს სტრუქტურა აწყობილი, თითო გუნდში სულ თითოეულა ფეხბურთელი
გამოანათებს ისეთი, რომელსაც ახალგაზრდა ასაკში უკვე შეგიძლია რომ უმაღლესი ლიგის გუნდში დააწინაო. მაგრამ ამ ფეხბურთელებს როგორც შენ ხედავ, ისე ხედავს სხვა კონკურენტი გუნდი. შენ გაზრდილს პირობითად კვარაცხელია, იქნება აზაროვი, იქნება ბართიშვილი, იქნება თუ ვინც იქნება, შეუძლია სხვა გუნდს რომ მინიმალური საკომპენსაციო თანხით, რომელიც უმაღლესი ლიგის გუნდიდან უმაღლესი ლიგის გუნდში რო გადავიდეს, მაქსიმუმ 1 წელზე 20,000 ლარია, ანუ 12 წლიდან 18 წლის რო გახდა ეს ბიჭი პირობითად 6 წელი რო ქონდა კონტრაქტი 120,000 ლარად შენი გაზრდილი ვარსკვლავი რის გამოც მილიონი ხარჯე ამ წლების განმავლობაში რომ ის 6 წელი დაჟე სხვა ფეხბურთელებიც ინახე რომ იმათთან ერთად გაზრდილიყო ეს ფეხბურთელი გიქრება ხელიდან 120,000 ლარად რასაც ხაზგასმით ვამბობ რომ არც დარღვევაა არც ეთიკური ნორმის დარღვევაა არც მაიმუნობა ძალიან სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებაა ანუ მე ეგ რესურსი არ მაქვს დღეს და მაგ სტრატეგიას ვერ მივყვებით, თუმცა ეგ რესურსი და თანხა რომ მქონდა, მეც იგივეს გავაკეთებდი. ანუ დინამოს აკადემიაში საუკეთესოს რო ნახავდი, უმთავრდება თუ არა კონტრაქტი, მოვკიდებდი ხელს და წავიყვანდი სხვა გუნდში პირობითად, ჩემ გუნდში და გადმოვიკონტრაქტებდი იმ ფეხბურთელს. ეხლა ამას როგორ უნდა ვუშორთ და ამ შემთხვევაში ჩემთვის პირობითად გორის დილასთვის მსგავსი ტიპის აკადემიის გახსნა და თანხის ინვესტირება აზრს კარგავს და არა მარტო ჩემთვის, სხვისთვისაც. მე მგონია რომ არ უნდა იყოს ეს შეთანხმება კლუბებს შორის ან ჯენტლმენური შეთანხმება ან მოდი ერთმანეთის ფეხბურთელი არ წავიყვანოთ, ჩვეულებრივი ბაზრის პრინციპია. უბრალოდ აკადემიის ბავშვებზე ფასი უნდა იყოს ბევრად მეტი. ანუ საკომპენსაციო თანხა თითოეულ წელზე უნდა იყოს ბევრად მეტი. მაგრამ ამავდროულად მე შევცვლიდი კონტრაქტს სკოლის ბავშვებთან დაკავშირებით და მათზე გავხდიდი ბევრად ნაკლებს, ანუ 20,000 არა, გავხდიდი 3,000. რატო? ანუ ეს ბავშვი 6 წელი ჩემთან დადის, აქეთ ფულს შოულობ ამ ბავშვზე, არაფერი წურთნაზე მოგების მეტი არაფერი მინახია, არაფერი ხარჯი ამაზე გაწეული არ მაქვს. და ამას კიდე რომ და არც მჭირდება და გახდა 18 წლის კონტრაქტი უნდა ამ ბავშვს რომ სადღაც წავიდეს ითამაშოს და მე გორის დილას არც მჭირდება გუნდსაც არ ვაძლევ და ვეუბნები რომ ამ 6 წელზე 120,000 ლარს თუ რომელიმე გუნდი გადაიხდის შენში წადი თუ არა და რა ვიცი დაანებე ფეხბურთს თავი მე აღარ მჭირდები და არ აგიყვან ჩემ გუნდში ანუ ფაქტიურად ეს ბავშვი იღუპება და სინამდვილეში სულ რო თავი გავანებოთ რომ 10,000 ბავშვიდან შეიძლება ერთმა იქიდანაც გაამართლოს იმ სკოლის ბავშვებიდან რომ ვიღაცამ ვერ შეაფასო და ვერ დაინახა კარგად. სულ რომ ამას თავი გავანებოთ. მორალურად არაეთიკურია ჩემი აზრით რომ ბავშვი რომელიც წლების განმავლობაში შენ ფულს გიხდი და ამითი კარგად ცხოვრობდი ესე რომ ვთქვათ შენ აქეთ დაგრუზო ბრჭყალებში რო ვთქვათ და დატვირთო და წნეხში მოაქციო წვრთნის დააღდის დიდი კომპენსაციით. მაგრამ რაც შეეხება აკადემიის თანხებს, აქ პირიქით არის რა. ანუ აქ უნდა იყოს მაქსიმალურად გაზრდილი, ოღონდ აქაც ის კომპონენტი უნდა იყოს, შენ თუ არ გჭირდება, შენ თუ კონტრაქტს არ უფორმებ, შენ თუ წერილობით შეთავაზებას არ უკეთებ, მაშინ ის უნდა თავისუფლდებოდეს ამ დიდი კომპენსაციისგან. ეს არის ჩემი მეორე წინადადება იყო ეს ფედერაციასთან, რომელიც ჯერჯერობით აქტუალური არ არის, ანუ არ განხილულა, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან მაგ ეტაპამდე მივალთ. საინტერესოა, ბევრი საინტერესო სიახლე გავიგე თქვენგან და ერთ ბოლოსკენ გკითხავთ სეზონის ბოლოს დაიწერა რამდენიმე ფეხბურთელის წასვლასთან დაკავშირებით, რამდენად შეესაბამება სიმართლეს აპირებთ თუ არა ეს გაშვებას ან დამატებას ან რამ მიმართულებით ძალიან ეგ საკითხით ძალიან მარტივად დგას, ანუ არაფერი საიდუმლო მანდ არ არის. გორის დილას შემოსავლის წყარო არის ფეხბურთელების რეალიზაცია. აქედან გამომდინარე ჩვენ ვაკეთებთ ფეხბურთელების ჭყალებში ვთქვათ გადაფუთვას დაბალი ბიუჯეტით ან ფეხბურთელები მოდიან ჩვენთან, რომლებმაც იციან რომ შეუძლიათ ეს გუნდი გამოიყენონ როგორც ტრამპლინი და შემდეგ არ ვუშლით ხელს რომ მათაც აიწყონ უფრო დიდი კარიერა და გუნდმაც მიიღოს შემოსავალი ამ პროცესიდან. ეს გვიქმნის სტაბილურობას და იმას რომ კლუბი ამ პერიოდის განმავლობაში გახდა თვითკმარი და თავისი თანხებით რეგულირდება. დიდი უკმაყოფილება ამის გამო. აი მე გეტყვით მარტივად
არ ყოფილა ფაქტიურად გორის დილაში წელი, რომ ფეხბურთელები არ გაგვეშვა და იგივე პოზიციაზე მეტნაკლებად უკეთესი ფეხბურთელები არ მოგვეყვანა. ანუ ეს სრულად მოძრავი პროცესია, ანუ ეს არ არის ის პროცესი, რომელიც აზიანებს გუნდს, მე ვთვლი რომ პირიქით და ამ პროცესში პირიქით აი რომ გადაიზრდება ფეხბურთელი, უკვე შეიძლება ნაკლები мотиваცია იყოს და ნაკლები შედეგიანობა იყოს გუნდში. ერთ-ერთი სეზონი იყო, როდესაც ჩვენგან ძალიან ბევრი ფეხბურთელი წავიდა, სანტოსი, სილვა, კოფტალიუკი, ანუ ფაქტიურად UEFA-ს წრე რო ჩავამთავრეთ, მაგის მერე რაღაც 8 თუ 9 ფეხბურთელმა დაგვტოვა. იმის შემდეგი წელი საუკეთესო გქონდა, პირველ ადგილზე ვიყავით შუა წელში, იქ რაღაც რუი მოტას წასვლის თემა რო არ ყოფილიყო და ახალი მწვრთნელი ვერ გაერკვა იმ ტაქტიკაში ისე სწრაფად ვერ გადავეწყეთ, ფაქტიურად შეიძლება საჩემპიონო შანსი გქონოდა მეორე შემდეგ ვინც გახდა ჩემპიონი, იმას 7 ქულით ვასწრებდით. ანუ ეს არ არის საკითხი, რომელიც თუ ის ფეხბურთელი დარჩება აუცილებლად თუ იმაზე კარგს მოიყვან და იმ ფეხბურთელს გაყიდი, ფაქტიურად პროგრესია და არა რეგრესია. ეს არის ჩემი პოზიცია. გასაგები. ბოლოს ესეთი რუბრიკა გვაქვს და გათამაშება ჩვენი გამომწერებისთვის. მე გთხოვთ, რომ ჩვენს მაყურებელს დაუტოვოთ შეკითხვა საქართველოს ჩემპიონატიდან ან თუნდაც გორის დილასთან დაკავშირებით და პირველი 3 ადამიანი, რომელიც სწორად უპასუხებს თქვენს მიერ დატოვებულ შეკითხვას, საჩუქრად გადაეცემა გორის დილას შარფი და ბურთი. კარგი საკითხია. ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მატჩს გავიხსენებ. ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მატჩს გავიხსენებ და ამ მატჩის გარშემო დავსვავ შეკითხვას. ვინ გაიტანა მესამე გოლი ბათუმის დინამოს წინააღმდეგ, როცა გორის დილამ გააკეთა 2-0-დან კამბექი. ძალიან საინტერესოა, ნახოთ. მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ და იმედი მაქვს, რომ შემდეგ გომშიც გვექნება შესაძლებლობა, რომ ესე გავისაუბროთ და კიდევ ბევრ კარგ სიახლეს გვეტყვით. დიდი მადლობა. წარმატებები.